დაუხსნელი საქმე და მთავარი ეჭვმიტანილი სკანდალი თელავის უნივერსიტეტში ლექტორმა ლალი საქუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პროკურატურამ უკვე დაიწყო ძიება და დაღუპულის კოლეგების დაკითხა. პროფესორები ამბობენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი გარდაცვლილის ავადმყოფობა არ გამხდარა. მომხდარში ისინი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელს ადანაშაულებენ. ქალბატონი ლალი გახდა გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტში გამეფებული უსამართლობის მსხვერპლი. თელავის უნივერსიტეტის პროფესორის ლალი საქუაშვილის თვითმკვლელობის ვერსიებზე დღეს მისი კოლეგები ხმამაღლა საუბრობენ. მათი თქმით, საქუაშვილი თვითმკვლელობამდე უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი გოცირიძემ მიიყვანა, რადგან იგი ჯერ დააქვეითეს, შემდეგ კი სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ. ვერსია იმის შესახებ, რომ ლალი საქუაშვილმა თვითმკვლელობა ავადმყოფობის საფუძველზე ჩაიდინა, მათი განცხადებით სიმართლეს არ შეესაბამება. უსამართლობის მსხვერპლი გახდა ქალბატონი ლალი. მან ღირსეულად დაიკავა ტექნოლოგიის მიმართულებით აკადემიური თანამდებობა 2009 წლის 10 სექტემბრის კონკურსში. მაგრამ აკადემიურმა საბჭომ გაუუქმა ეს გამარჯვება და შემდეგ შესთავაზეს ძალიან მცირედი, რითიც ძალიან შეურაცხყოფილი დარჩა ქალბატონი ლალი. თელავის უნივერსიტეტის ლექტორი ლალი საქუაშვილი გუშინ გარდაიცვალა. ის თელავის რაიონული საავადმყოფოს შენობის მეოთხე სართულიდან გადმოხდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მომხდარის შესახებ საუბარი არ სურთ. თელავის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ფაკულტეტის დეკანი ამბობს, რომ საქუაშვილი ბოლო პერიოდში უცნაურად იქცეოდა. ბოლო დროს რაღაც განმარტოვებულად იყო ხოლმე, კოლეგებთან საუბრისგანაც თავს იკავებდა. აი რო არის ხოლმე შესვენების დროს რო ყავას სვავენ და თანამშრომლები რაღაცა ისა შესთავაზებდნენ ხოლმე კვების მხრივაც მაქსიმალურად ცდილობდა რომ რაღაც რეჟიმი ჰქონდა ეთყობა ჩვენ არ ვიცით არანაირი ინფორმაცია მისი დაავადების და ავადმყოფობის შესახებ ჩვენ არ აგვაქვს. თელავის უნივერსიტეტის ყოფილ ლექტორებსა და რექტორს შორის დაპირისპირება უკვე 9 თვე გრძელდება. ამის მიზეზი პროფესორ მასწავლებელთა აკადემიური კონკურსი გახდა. დებულების თანახმად სამსახურში ის პედაგოგები დარჩებოდნენ, რომლებსაც შესაბამისი განათლება ჰქონდათ. თუმცა ლექტორების თქმით, პირობა დაირღვა და უნივერსიტეტში თანამდებობები ნაცნობ მეგობრობით გადანაწილდა. უნივერსიტეტის რექტორს პროფესორები კორუფციაშიც ადანაშაულებენ. დებულებაში დარღვევები ძალიან ბევრია, მაგრამ მე მინდა მივაქციო ყურადღება ერთ-ერთ პუნქტს, სადაც წერია, რომ დოქტორის, რა თქმა უნდა, დოქტორისა და დოქტორანტის პოზიცია გათანაბრებულია. მე მიმაჩნია, რომ ადამიანს, რომელსაც ჯერ არ დაუცავს დისერტაცია, ადამიანს, რომელსაც არ გაუკეთებია მეცნიერებაში რაიმე სერიოზული, არ შეიძლება გავათანაბროთ 30 და 20 წლის გამოცდილების მქონე პედაგოგთან. ეს არის ძალიან სერიოზული შეცდომა. ძალიან ბევრი აფიორა ჩაიდინა გოცირიძემ. ის დიპლომებს ყიდდა და ამაში ფულს იღებდა. მისი საქმიანობით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები. თელავის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი გოცირიძემ ქრონიკის გადამღებ ჯგუფთან კომენტარს თავი აარიდა. უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული ლექტორების ბრალდებებს მისმა მოადგილემ უპასუხა. დავით მახაშვილის თქმით, საქუაშვილის გარდაცვალებასთან მათ არანაირი კავშირი არ აქვთ. პროფესორების გათავისუფლება კი კანონის მიხედვით მოხდა. ეს იგეთი მოვლენაა, რომ ყოველთვის რჩება კმაყოფილიც, ყოველთვის რჩება უკმაყოფილოც. ეს თავისთავად ცხადია. სწორედ მაგიტოა კონკურსი, რომ ღია კონკურსი საჯაროდ და გამჭვირვალედ შეირჩეს ახალი, ასე ვთქვათ, აკადემიური პერსონალი. რაც შეეხება პიროვნებას ლალი საქუაშვილს, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევა და სამძიმარი გამოუცხადო მის ოჯახს, ახლობლებს. რაც შეეხება მიზეზებს თუ რატომ მოხდა ეს არაფრით არ უკავშირდება უნივერსიტეტს, არაფრით არ უკავშირდება არჩევნებს ან თანამდებობის დაკავებას. ლალი საქუაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმეს თელავის პროკურატურა იძიებს. სამსახურიდან გათავისუფლებულ პროფესორებს კი უნივერსიტეტის რექტორის წინააღმდეგ სარჩელი აქვთ შეტანილი. საქმეს უზენაესი სასამართლო იხილავს.